მუსიკალური ბათუმი ერევანში გალა კონცერტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიტანა ქართული კულტურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის ბათუმის მონაწილეობით სომხეთის დედაქალაქში გალა კონცერტი გაიმართა, სადაც კლასიკური მუსიკა და ქართული მრავალხმიანობა ერთად გაერთიანდა. კონცერტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა. აჭარისა და სომხეთის კულტურის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით გამართულ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ჯანსუღ კახიძის, ვაჟა აზარაშვილისა და სხვა დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. შერჩეულმა რეპერტუარმაც მაყურებელზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და ოვაციებს ვერ მალავდნენ. მსმენელებმა კონცერტი ორი ქვეყნის კულტურების გზაჯვარედინს შეადარეს. საღამო იყო შესანიშნავი, ემოციებით სავსე, აღუწერელი შთაბეჭდილებებით. ეს საღამო, როგორც ყოველთვის, ორი ქვეყნის კულტურების გზაჯვარედინი იყო, რომელმაც ბევრი დადებითი ემოცია მოგვანიჭა. მადლობას ვუხდი ორივე ქვეყნის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შესანიშნავი მუსიკოსებისა და განსაკუთრებულად შერჩეული მდიდარი რეპერტუარისთვის. სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელსაც ვესტუმრე, არის საქართველო. მართალია, აჭარაში არასოდეს ყოფილ ვარ, თუმცა ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აჭარაში დაიბადნენ. ისინი ძალიან კარგი ხალხია. ამ ადამიანებზე დაყრდნობით და დღევანდელი კონცერტის შთაბეჭდილებით ბათუმი მართლაც შესანიშნავი ადგილია. მასპინძელ ქვეყანაში სტუმრად მყოფმა ქართველებმა არც ადგილობრივი კულტურა დაივიწყეს და სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის ვალსი, ასევე სომხური სიმღერა ერევნი შეასრულეს. ქართულ და სომეხ ხალხს შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრა მისასალმებელ სიტყვაში აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. აღნიშნა, რომ გალა კონცერტი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის ნათელი მაგალითია. არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა აჭარის კულტურის სამინისტრომ ყოველ ჯერზე ვწუნდებით იმაში, რომ გაცილებით მეტი გვაქვს ჩვენ საერთოდ ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერება, ჩვენი ხელოვნება, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს. დღევანდელი საღამო ეს იყო მუსიკის ფეიერვერკი, ეს იყო ხალხთა შორის ურთიერთობის და სიყვარულის გამოვლინება. აქ შესრულდა როგორც ქართული კლასიკური სიმღერები, ისე ხაჩატურიანის ძალიან ცნობილი ნაწარმოები, ასევე სიმღერა ერევანზე. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა დღეს აჭარის კუთხიდან მუსიკოსების მოსასმენად. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი ემოციები. კულტურული დღესასწაული, რომელიც ერევანში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და ანსამბლმა ბათუმმა მოაწყო, აჭარული სიმღერით დაიხურა. კონცერტს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.